აქვე ძველ ბიჭებსაც მინდა აგიხსნათ რაღაც თქვენივე ღირებულებით სისტემაში. იმ წამიდან, როცა ხელისუფლებას ეხმარებით რაღაცაში, ძველი ბიჭები აღარ ხართ. განა ეს ცუდია. ტირიკი ძალიან კაია. იქნებოდეს მე კარგი მოქალაქეებიც გახდეთ. მაგრამ ამას ჯერ ვერ მიხვდებით. მანამდე კი სანამ ბლატაობას დაიწყებთ სადმე, უბრალოდ გახსოვდეთ ჩემი სიტყვები, რომ ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რესურსი ხართ. ეს სამოქალაქო ღირებულებები. თქვენივე ეგრეთ წოდებული ქურდული ღირებულებებით კი პოლიციასთან მხარდამხარ მებრძოლს იცით რა ქვია? ვიცი რომ იცით. მერე ცალკე ტრაგედიაა რომ პოლიციას კრიმინალის გვერდით დგომა და მათ დანაშაულზე იქვე წაყრუება არც კი უტყდება. მაგრამ თქვენ არ გიტყდებათ პოლიციასთან დგომა? რა ვიცი ძმაო, მამაჩემის თაობის ძველი ბიჭები მართლა პომიდორს არ ჭამდნენ. წითელი იყო და მაშინდელი სისტემის საბჭოთა კავშირის დროშის ფერს ემთხვეოდა. იმდენად არა ქურდულად ითვლებოდა პოლიციასთან და ზოგადად სისტემასთან, თანამშრომლობა კი არა, ასოცირებაც კი. და თქვენ რა გჭირთ? სად დაუშვით შეცდომა? რა დაგაკელით? საით მიექანება ქართული კრიმინალი? ბოლო დაფიქრდით ქურდული მენტალობის მიმართ რომანტიკულად განწყობილ ბიჭებო. ეს ხალხი ქუჩაში თავისუფლებისთვის არის გამოსული და რა შეიძლება იყოს სვაბოდაზე უფრო სუფთა ქურდული იდეა.